სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 179-მდე გაიზარდა. მაშველებმა ბორძემყოფი ეკიპაჟის 2 წევრის გადარჩენა შეძლეს. ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო 7დღიანი გლოვა გამოცხადდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით გუშინ დილის 9 საათზე მუანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განიცადა. სავარაუდო მიზეზად ამ ეტაპზე თვითმფრინავის ფრინველთან შეჯახება სახელდება. ეს სამხრეთ კორეაში 1997 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფაა. რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია გაზპრომი მოლდოვას გაზის მიწოდებას 1 იანვრიდან შეუწყვეტს. გაზპრომის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვას მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზპრომმა 28 დეკემბერს გაუგზავნა შეტყობინება მოლდოვაგას, რომ რეგულარულად არასრულებს მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს, რაც მისი პირობების მნიშვნელოვანი დარღვევაა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა იმოქმედებს იქამდე, ვიდრე გაზპრომი წერილობით არ აცნობებს მოლდოვაგას სხვა გადაწყვეტილების შესახებ. აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დროებითი ყოფნის ვადა წელიწადში 90 დღემდე შეამცირა. ამის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. ცვლილება 2025 წლიდან ამოქმედდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს საპასუხო ნაბიჯია მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე. უკრაინა ელოდება, რომ მისი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატები ორშაბათს დიდ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. სამხრეთ კორეელმა გამომძიებლებმა საომარი მდგომარეობის გამო გადაყენებული პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვეს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სამართალდამცველები პრეზიდენტისთვის დაკავების ორდერის გამოწერას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც იუნ სუკ იოლი ქვეყნის მაღალი თანამდებობის მქონე პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე არ მივიდა. გამომძიებლებს საინტერესებდათ საომარი მდგომარეობის გამოცხადებით ის ქვეყანაში ამბოხის მოწყობას ცდილობდა თუ არა. საბოლოო გადაწყვეტილება დაკავების ორდერთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ამბოხზე პრეზიდენტის იმუნიტეტი არ ვრცელდება. ჩინეთი ტიბეტში მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. BBC-ს ინფორმაციით, კაშხალი, რომელიც განთავსდება მდინარე იარლუნგ-ცანგპოს ქვედა ნაწილში, ყოველწლიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 300 მილიარდ კილოვატ-საათს, ანუ 3-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური გამოიმუშავებს. ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია სამი ხეობა, რომელიც ჩინეთში მდებარეობს და ის წლიურად 112 მილიარდ კილოვატ-საათს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პროექტის მშენებლობამ შეშფოთება გამოიწვია ტიბეტში თემების გადაადგილება და ინდოეთსა და ბანგლადეში გარემოზე ზემოქმედების გამო. ვარაუდობენ, რომ ახალმა ჰიდროელექტროსადგურმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ბუნებრივი ლანდშაფტი და დააზიანოს ადგილობრივი ეკოსისტემები. ვენჩურული კაპიტალის ევროპულმა კომპანია 360 კაპიტალმა 140 მილიონი ევრო მოიზიდა ფონდისთვის, რომლის მთავარი ფოკუსიც გარემოს დასაცავად ტექნოლოგიების გამოყენებაა. კომპანიის განცხადებით, ფონდი 260 Life 2 Fund ინვესტიციას განახორციელებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა განახლებადი ენერგიები, წყალბადი და დამიძურებისა და ნარჩენების მართვა. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ბოლო კვლევის თანახმად 2024 წელი ისტორიულად ყველაზე ცხელი იქნება. COP29-ზე მიღწეული შეთანხმება კი, რომლის თანახმადაც ქვეყნებმა 2035 წლამდე ყოველწლიურად ჯამურად 300 მილიარდი უნდა გამოყონ, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ექსპერტების აზრით საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ 360 კაპიტალის ეს ინიციატივა კლიმატის ტექნოლოგიურ ფონდში ყველაზე მაღალი 40 მილიონიანი კონტრიბუცია იტალიურმა საინვესტიციო კომპანია A2A-მ შეიტანა, ასევე იტალიური ელექტროკომპანია Denora-ს კონტრიბუცია 10 მილიონი იყო. როგორც Denora-ს აღმასრულებელი დირექტორი პაულო დელაჩი აღნიშნავს, 360 კაპიტალის ინიციატივა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. იაპონიის გარემოსა და ინდუსტრიის მინისტრები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომლის თანახმადაც 2035 წლისთვის ქვეყნის სადგურის აირების ემისიების 2013 წლის დონესთან შედარებით 60%-ით უნდა შემცირდეს. მანამდე იაპონიის გეგმა 2030 წლისთვის ემისიების 46%-იანი შემცირება იყო. იაპონიის ეს გადაწყვეტილება ამერიკაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დასახულ ახალ სამიზნე მაჩვენებლებს მიჰყვება. პარიზის შეთანხმების თანახმად შტატები 2035 წლამდე ემისიებს 66%-მდე შეამცირებს 2005 წლის დონესთან შედარებით. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეს მიზანი
მიღწევადია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მწვანე ფედერალურ პოლიტიკას შეცვლის. იაპონიის მთავრობამ გეგმის პირველადი ვერსია ნოემბერში წარადგინა. ის 2035 წლამდე სათბურების აირების ემისიების 60%-მდე შემცირებას ითვალისწინებდა 2040 წლამდე 73%-ით, ხოლო წმინდა ნულოვან ნიშნულს 2050 წლისთვის. კლიმატის აქტივისტები მიიჩნევენ, რომ იაპონიის სამიზნე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება კლიმატის ცვლილების მთავრობათ შორის პანელის რეკომენდაციებს. IPCC მიიჩნევს, რომ იაპონია მიზანი 66%-მდე უნდა გაზარდოს. მიუხედავად ძლიერი კრიტიკისა, ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ორმა მინისტრმა სამოქმედო გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა. გეგმის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება ეკონომიკურ ზრდას, ენერგოუსაფრთხოებასა და დეკარბონიზაციას შორის. Pagani Huara R აუქციონზე პირველად გაიყიდება. ამ მოდელის 30 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი. ეს კი მეხუთე ეგზემპლარია, რომელსაც მხოლოდ 196 კილომეტრის გარბენი აქვს. სავარაუდო ფასის დიაპაზონი 2.8-დან 3.2 მილიონ ევრომდეა. ბერლინეტა აგებულია ზონდა არის პლატფორმის მიხედვით და აღჭურვილია ბუნებრივ ასპირაციული V12-ით, რომელიც შექმნილია ამ მოდელისთვის სულ რაღაც 2 წელიწადში. Huara R არ არის ლეგალური, ამიტომ მომავალ მფლობელს შეიძლება მისი მართვა მხოლოდ დახურულ გზებზე. 6 ლიტრიანი ძრავა 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მაბრუნი მომენტი კი 750 NM-ია. წარმოიდგინეთ წუთში 9000 ბრუნი და ფორმულა 1-ის წარსულის ავტომობილების ხმა.